ქუჩის მოედანი, მეგობრები და თამაში. სწორედ აქ იბადება ბევრი კალათბურთელის პირველი ოცნება. აქ იხვეწება ტექნიკა, ყალიბდება ინდივიდუალური თამაშის სტილი და ჩნდება სურვილი საკუთარი უნარები უფრო მაღალ დონეზე გამოსცადო. თუმცა რამდენად ეხმარება ეს გამოცდილება მოთამაშეებს და რა განასხვავებს ქუჩის კალათბურთს პროფესიონალურისგან? ამ კითხვაზე პასუხს ისინი გაგვიზიარებენ, ვინც ეს გზა თავად გაიარა. თავიდან სოციალურ ქსელებში წავაწყდი კალათბურთის ვიდეოს და ძალიან მომინდა რომ მეც გამომეცადა ის გზნობა რაც თვითონ უშუალოდ ქორწზე ხდება რა და მე გამოვედი ქუჩაში ვნახე ჩემი დანატოლები დიდები როგორ თამაშობდნენ და აქედან გამომდინარე დავიწყე ვითარდებოდი ყოველდღიურად და კალათბურთი გარეთ კალათბურთი ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ზოგადად მოთამაშის ჩამოყალიბებაზე და მის უნარებზე და მე ვთვლი როგორც პროფესიონალი კალათბურთელი რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის ქუჩის გამოვლა და ესე ვთქვათ ამ ლეველის გავლა კალათბურთელისთვის. მე როგორც პროფესიონალი კალათბურთელი კალათბურთის თამაში დავიწყე ქუჩაში, რის შემდეგაც შევედი პროფესიონალურ კალათბურთზე. პროფესიონალურ კალათბურთს და ქუჩის კალათბურთს შორის არის ძალიან დიდი განსხვავება, როგორც ინტენსივობაში, ხარისხში და წესებში. კიდევ ერთად დავამატებ, რომ მთავარი პრობლემა არის გორში და საქართველოში მოედნების პრობლემა. კარგი იქნება თუ მოწესრიგებული იქნება მოედნები და უფრო მეტი პერსპექტივა იქნება ამ მხრივ. მოთამაშეების გამოცდილების შემდეგ საინტერესოა ახალგაზრდა მწვრთნელის შეფასებაც. გიორგი ზაუტაშვილი გვესაუბრება ქუჩის კალათბურთის როლზე და ზოგადად განსხვავებებზე. ჩემთვის როგორც მწვრთნელისთვის და მოთამაშისთვის ქუჩის კალათბურთი არ არის უცხო. მე თვითონ ქუჩის კალათბურთი დავიწყე პირველად თამაში და უმეტესად ქუჩაში თამაშობ კალათბურთს. რაც შეეხება ქუჩის კალათბურთს და პროფესიონალურ დონეს შორის არის ბევრი განსხვავება. პროფესიონალურ დონეზე თამაშობენ მაღალი დონის ათლეტები, ხოლო ქუჩის კალათბურთს თამაშობენ მოყვარულები. ან უბრალოდ ბავშვები და ზრდასრულები, არ აქვს მნიშვნელობა. კარგი იქნება თუ იქნება უკეთესი კეთილმოწყობა სტადიონებზე, რადგან სტადიონები ეხმარება ბავშვებს ინდივიდუალურად განვითარებაში. საბოლოო ჯამში ქუჩის კალათბურთი კავშირში არის პროფესიონალურ დონესთან, მაგრამ რა თქმა უნდა არის განსხვავებებიც. ქუჩის კალათბურთის მოყვარული მოთამაშეები საკუთარი გამოცდილებით საუბრობენ. რა როლი აქვს მას კალათბურთელის განვითარებაში და რას ნიშნავს ის მათთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში? ჩემთვის ქუჩის კალათბურთი უბრალო გართობაა, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ვინც კალათბურთშია დაინტერესებული და სერიოზულად უყურებს ამ სფეროს სპორტის, იწყება რა თქმა უნდა ქუჩიდან, როგორც ფილმებიდან, ასევე ბევრი ბიოგრაფიიდან შეგვიძლია ამოვიკითხოთ წარმატებული კალათბურთელების, რომლებიც ზუსტად ამას იძახიან, რომ ქუჩის კალათბურთს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განვითარებაში და ასევე მაგალითად გორში ძალიან ბევრი კალათბურთელი ბიჭი ყავს, ბევრი წარმატებულიცაა და ჩემი დაკვირვებით ვინც მეც ვარჯიშობს ქუჩაში და მეც დროს უთმობს ქუჩის კალათბურთს, ის უფრო მეტად წარმატებულია და სხარტია. მე როგორც არაპროფესიონალი კალათბურთელი, ჩემში ინტერესი არასდროს გამოუწევია პროფესიონალურ კალათბურთს, მაგრამ დაინტერესებული ვიყავი ქუჩის კალათბურთით. და ზოგადად კალათბურთის განვითარებისთვის კარგი იქნება თუ ჩვენს ქალაქში და არა მარტო ჩვენს ქალაქში გაუმჯობესდება, რადგან ხედავ თუ როგორ პირობებში უწევთ ბავშვებს კალათბურთის თამაში. საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქუჩის კალათბურთი რჩება სივრცედ, სადაც ერთმანეთს ერწყმის განვითარება, გამოცდილება, ან უბრალოდ სიამოვნება. როგორც ჩანს, სწორედ აქ იწყება ბევრი მოთამაშისთვის გზა, რომელიც შემდეგ უმაღლეს დონემდე მიდის.